გამარჯობა მეგობრებო. კონკურენცია PSG-ში და მორიგი საინტერესო შეფასება ხვიჩაზე. უახლესი ცნობები მამარდაშვილის, დავითაშვილისა და მიქაუტაძის თავს. ვიდეოს დაწყებამდე კითხონა დამით მოსულორი წამი და ვცადოთ რომ ავიდეთ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერდი არხი, რათა მივაღწიოთ 100.000 გამომწერს. ყველას მადლობას გიხდით, ვინც ეს შემი პატარა თხოვნა გაითვალისწინა და მოდი დავიწყოთ. როგორც მოგეხსენებათ, პარიზულმა კლუბმა 23 აგვისტოს რენის წინააღმდეგ ლიგა 1 სეზონი ოფიციალურად დაიწყო. თუმცა პარი სენ-ჟერმენმა ლიგა 1-ის პირველ ტურში სტუმრად რენთან საკმაოდ მოულოდნელი მატჩი ჩაატარა. პარიზელები პირველივე ტაიმში 0-2 ჩამორჩნენ, რის შემდეგაც ლუის ენრიკემ შესვენებაზე ძალიან მკვეთრი გადაწყვეტილება მიიღო. მოედნიდან ერთდროულად ხვიჩა კვარაცხელია და უსმან დემბელე გაიყვანა. ამან კი ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. ხოლო კიდევ უფრო საინტერესო იყო ლუის ენრიკეს მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია. ესპანელს პირდაპირ კითხეს, იყო თუ არა ასეთი ცვლილებები წინასწარ დაგეგმილი. ენრიკემ კი ეს ყველაფერი უარყო და აღნიშნა, რომ შესვენებაზე 0-2 ნამდვილად არ ელოდა. მისი თქმით, რენმა კონტრშეტევებზე ძალიან კარგად ითამაშა და პრაქტიკულად რამდენიმე მომენტიდან მაქსიმუმი მიიღო. თუმცა შემდეგ ენრიკემ თქვა ის, რაც ამ სიტუაციის გასაგებად ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. მისი გზავნილი ძალიან მარტივი იყო. PSG-ში წარსული დამსახურება გარანტიას არავის აძლევს. ენრიკეს სიტყვებით, თუ ფეხბურთელი უკვე მოგებულ ტიტულებზე დაიწყებს ფიქს, ეს მხოლოდ ხელს შეუშლის. მისი ფილოსოფიაა, რომ კრედიტი არ არსებობს. ყოველ ვარჯიშზე და ყოველ მატჩში თავიდან უნდა დაამტკიცოს, რომ თამაში მსახურებ. ასევე ფრანგულ მედიაშიც უკვე დაისვა კითხვა. შეიძლება თუ არა ფერანის ასეთი ფორმის გამო კვარაცხელი ან დემბელეს შემდეგ მატჩში სათადარიგო და სკამზე ვიხილოთ. თუმცა ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაცია საპირისპიროზე მიუთითებს. ენრიკე არც კვარას და არც დემბელეს ძირითადი შემადგენლობიდან ავტომატურად ამოგდებას არ გეგმავს. მაგრამ ერთი რამ შეიცვალა. კონკურენცია რეალურად გამკაცრდა. ფერანმა ორ გოლში გამოიყენა თავისი შესაძლებლობა და ახლა უკვე ენრიკეს შეუძლია შემტევ ხაზში ბევრად უფრო თამამი როტაცია. საინტერესო იყო თავად ფეხბურთელების რეაქციაც. ფრანგული მედიის ინფორმაციით, როგორც კვარაცხელი, ასევე დემბელე შესვენებაზე შეცვლით ბუნებრივად იმედგაცრუებულები დარჩნენ. თუმცა ორივემ გადაწყვეტილება პროფესიონალურად მიიღო და რაიმე კონფლიქტი ან საჯარო უკმაყოფილება არ ყოფილა. ხვიჩასნაირი ფეხბურთელისთვის კი ეს სუდი ამბავი საერთოდ არ უნდა იყოს. კვარა თავისი საუკეთესო ფეხბურთის დიდ ნაწილს სწორედ მაშინ აჩვენებს, როცა მის წინ რეალური გამოწვევა. ახლა კი ასეთი გამოწვევა უკვე არსებობს. მთავარი პასუხი სიტყვებით კი არა შემდეგ მატჩში უნდა მივიღოთ, სადაც 28 აგვისტოს PSG საკუთარ მოედანზე ლილს შეხვდება. ამიტომ ტრადიციულად ვინც ამ შეხვედრის ანგარიშს გამოიცნობს, მისი კომენტარის შემდეგ ვიდეოში გამოჩნდება. აქამდე კი ხვიჩა შესახებ კიდევ ერთი საინტერესო შეფასება გავრცელდა. პოპულარული ვიდეო თამაშის League of Legends მოყვარულებისთვის ზეუსი კარგად ნაცნობი პროფესიონალი მოთამაშეა. ზეუს მსოფლიო ჩემპიონატი ორჯერ აქვს მოგებული და ერთხელ ფინალური სერიის MVP გახდა. თუმცა League of Legends გარდა ზეუსი ფეხბურთსაც აქტიურად ადევნებს თვალს, ხოლო როგორც აღმოჩნდა მისი ფავორიტი პარი სენ-ჟერმენის ქართველი ფეხბურთელი კვარაცხელია. ორკვირიანი დასვენება რომ მივიღო, ევროპის დასათვალიერებლად წავალ. მინდა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას დავესწრო. არის ერთი ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მომწონს. ის პარი სენ-ჟერმენში თამაშობს და მისი სახელი და გვარი ხვიჩა კვარაცხელია. ის ყურადღების ცენტრში ყოველთვის არ იმყოფება, მაგრამ როდესაც მის თამაშებს ვუყურებ, გუნდის გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი სულ მასში აქვს. ჩემი მიზანია გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შევიტანო და მისი თამაშის ყურება ძალიან მაგარია. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ ის ყველა კომპონენტში ბრწყინვალეა, განაცხადა ზეუსმა. მამარდაშვილის გარშემო ლივერპულში საინტერესო სიტუაცია იქმნება და ინგლისში უკვე სვამენ კითხვას, თუ რამდენად სასარგებლოა ქართველისთვის ალისონის ჩრდილში დიდხანს დარჩენა. ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა სტენ კოლიმორმა მამარდაშვილს საკმაოდ პირდაპირ ირჩევა მისცა. მისი აზრით, ახალგაზრდა მეკარის განვითარებისთვის რეგულარული სათამაშო დრო აუცილებელია და თუ გიორგი ხედავს, რომ პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვან მატჩებში შანსს ვერ მიიღებს, კარიერისთვის სხვა ვარიანტის განხილვაც უნდა დაიწყოს. კოლიმორი კიდევ ერთ საინტერესო საფრთხეს გამოყოფს. თუ მამარდაშვილი დიდხანს მხოლოდ სათადარიგო მეკარედ დარჩება, სხვა ევროპულმა კლუბებმა შეიძლება ნელ-ნელა სწორედ ამ სტატუსით დაიწყონ მისი აღქმა. ხოლო ეს უკვე ნამდვილი პრობლემა. გიორგი 25 წლისა. ამ ასაკში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარესთან ყოველდღიური ვარჯიში უდიდესი გამოცდილება. მაგრამ მეკარის განვითარებისთვის მხოლოდ ვარჯიში საკმარისი ვერ იქნება. მას მატჩები სჭირდება. ამასობაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა თავად ალისონზეც. ბრიტანელი ჟურნალისტის შეისონ პეტიგროვის ანალიზის მიხედვით, ალისონის საერთო სეივების მაჩვენებელი დაახლოებით 63.5% იყო. საკუთარ საჯარიმოში შესრულებულ დარტყმებზე კი ეს რიცხვი დაახლოებით 55.7%-მდე ჩამოდიოდა. ფეხით თამაშის სტატისტიკაც იდეალური არ ყოფილა. საერთო პასების იზუსტე დაახლოებით 79% ჰქონდა. თუმცა მეტოქის ნახევარზე 59 ზუსტი და 126 არაზუსტი გადაცემა დაუგროვდა. ამით კი ერთი რამ ჩანს. ალისონიც უშეცდომო არ არის. ამიტომ გიორგის მიმართ ისეთი დამოკიდებულება
დამოკიდებულება, თითქოს ყოველი გაშვებული გოლი მის დონეს საბოლოოდ განსაზღვრავს, ნამდვილად გადაჭარბებულია. საინტერესოა ისიც, რომ ინგლისურ მედიაში უკვე გაჩნდა ვარაუდი. შეიძლება ლივერპული მამარდაშვილს ეტაპობრივად ამზადებდეს და მომავალში სწორედ მას ხედავდეს პირველ ნომრად. თუმცა აქ მთავარი კითხვა სხვაგვარია. რამდენხანს შეიძლება დაელოდოს გიორგი ამ შანსს ისე, რომ სათამაშო პრაქტიკა არ დაკარგოს. ამიტომ ნახოთ, ლივერპულსა და გიორგის ბევრი აქვს სასაუბრო, რათა მისი კარიერა სწორად განვითარდეს. შესაბამისად, საინტერესოა თქვენი აზრის მოსმენა. როგორ მოიქცეოდით თქვენ გიორგის ადგილას? სურიკო დავითაშვილის სატრანსფერო თემაში სიტუაცია საკმაოდ მოულოდნელად შეიცვალა. ზაფხულის დასაწყისში ქართველი ფეხბურთელის სენტ-ეტიენიდან წასვლა თითქმის გარდაუვალი ჩანდა და მის მიმართ რამდენიმე კლუბის ინტერესებს იწერებოდა. თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ყველაფერი სხვაგვარად გამოიყურება. სენტ-ეტიენთან დაახლოებული ფეფლუვეხტის ინფორმაციით, სურიკო სამზაფხულს წასვლის ალბათობა მნიშვნელოვნად შემცირდა და უკვე საკმაოდ რეალურია, რომ მან კიდევ ერთი სეზონი ფრანგულ კლუბში გაატაროს. მთავარი მიზეზი ძალიან მარტივია. სენტ-ეტიენი დავითაშვილის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონ ევროს ითხოვს. ამ თანხის გადახდის მსურველი კლუბების რაოდენობა კი თანდათან შემცირდა. ყველაზე კონკრეტული ინტერესი აქამდე ოლიმპიაკოს ჰქონდა, თუმცა ბერძნული კლუბიც როგორც ან სხვა მიმართულებით წავიდა და ზურიკოს ნაცვლად სევილიას ფეხბურთელ რუბენ ვარგასზე მუშაობს. შესაბამისად, თუ ფანჯრის ბოლო დღეებში სენტ-ეტიენის მოთხოვნების შესაბამისი შეთავაზება არ გამოჩნდა, ყველაზე რეალური სცენარი უკვე დავითაშვილის საფრანგეთში დარჩენა. ზოგჯერ ერთი დიდი მატჩი ფეხბურთელის გარშემო არსებულ სატრანსფერო ხმაურს უფრო მეტად აძლიერებს, ვიდრე 10 სხვადასხვა ჭორი. გიორგი მიქაუტაძემ კი ატლეტიკოსთან სწორედ ასეთი შეხვედრა ჩაატარა. ვილიარეალი მადრიდში ატლეტიკოს 2-2 დაუზავდა. გიორგი კი თავისი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. 76 წუთზე მიქაუტაძე საჯარიმოში რობინ ლენორმანს გაექცა. თუმცა ფრანგმა მცველმა ის წესების დარღვევით შეაჩერა. საჯმა ვარის შემდეგ პენალტი დანიშნა. ბურთთან თავად გიორგი მივიდა და იან ობლაკს გაუტანა. მან კი ვილიარეალი 2-1 დააწინაურა. საბოლოოდ კი შეხვედრა 2-2 დასრულდა. მიქაუტაძემ 79 წუთი ითამაშა და რამდენიმე სტატისტიკურ პლატფორმაზე ვილიარეალის საუკეთესო შეფასება მიიღო. ფუტმობმა მას 8.4 ქულა დაუწერა. ეისის წერდა, რომ გიორგი მთელი მატჩის განმავლობაში სახიფათო იყო და გოლის გარდა კიდევ ჰქონდა შანსები ანგარიშის გასაზრდელად. აღსანიშნავია, რომ ლა ლიგის პირველ ტურში გიორგიმ რასინგთან საგოლე გადაცემა გააკეთა. ახლა ატლეტიკოს გაუტანა და ახალი სეზონის პირველ ორ ტურში უკვე 1 გოლი და 1 ასისტი აქვს. ამას დავუმატოთ პრესეზონზე PSV-სა და გალათასარაისთან გატანილი გოლებიც და აშკარაა, რომ მიქაუტაძე სეზონის სტარტს კარგ ფორმაში ხვდება. მაგრამ ახლა მოდის ყველაზე საინტერესო ნაწილი. ატლეტიკოსა და ვილიარეალის მატჩი ერთ მოედანზე აღმოჩნდა ორი თავდამსხმელი, რომლებსაც ბოლო კვირებში ბარსას ახალ 9 ნომერს უკავშირებენ. ერთი კატალონიელთა მთავარი სამიზნე ხულიან ალვარესია, მეორე კი მის ერთ-ერთ ალტერნატივად მოხსენიებული გიორგი მიქაუტაძე. აღსანიშნავია, რომ რადიო მარკას გადაცემაში ჟურნალისტმა ხორხე სეგურამ ბარსას ახალი თავდამსხმელის საკითხზე ისაუბრა და საკმაოდ კონკრეტულად მიქაუტაძე დაასახელა. მისი შეფასებით, ქართველს დიდი ტალანტი აქვს და თავისი მახასიათებლებით ბარსას სათამაშო სისტემასაც კარგად მოერგებოდა. თან სეგურა მიიჩნევს, რომ კატალონიელებს სულაც ასჭირდებათ ხულიან ალვარესის ტრანსფერისთვის კოლოსალური თანხის გადახდა. როცა ბაზარზე მიქაუტაძის სახით სხვა საინტერესო ვარიანტებიც არსებობს. თუმცა ის ინფორმაციით 15 აგვისტოდან მიქაუტაძის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონიდან 78 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ვილიარეალს მისი გაყიდვა არ სურს და ეს პუნქტი კლუბ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში კიდევ უფრო ძლიერ პოზიციაში აყენებს. თავად ვილიარეალშიც აცხადებენ, რომ ჯერჯერობით გიორგის თაობაზე ოფიციალური მიმართვა არ მიუღიათ. ამიტომ დღეს რეალური სურათი ასეთია. მიქაუტაძე ბარსაში არ გადადის, ჯერ არც შეთავაზება და არც კლუბებს შორის მოლაპარაკება. მაგრამ მისი სახელის ბარსასთან დაკავშირება უკვე უბრალო ერთჯერად ჭორადაც რთული აღსაქმელია. ქართველზე რამდენიმე ესპანური წყარო წერს, მის პროფილს ბარსას სისტემისთვის შესაფერისად აფასებენ და ამ ყველაფერს თავად გიორგი მოედანზეც პასუხობს. ბოლო ინფორმაციით კი მას შემდეგ რაც ხულიან ალვარესის ტრანსფერი არ გამოვიდა, ბარსა ახალი ფორვარდის დამატებას აღარ ჩქარობს. ეს კი შეიძლება გიორგისთვისაც კარგი იყოს, რადგან მას კიდევ ექნება დრო, რათა მისი კლასი დაამტკიცოს და მის ტრანსფერზე ესპანეთში კიდევ უფრო ბევრი ისაუბრონ. რამაც შესაძლოა კატალონიელთა ინტერესი კიდევ უფრო გაზარდოს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.